არ არსებობს ნეგატიური ასპექტები, არსებობს აქტიური ასპექტები და არსებობს პასიური ასპექტები. ჩვენ ვეძახით ნეგატიურ ასპექტებს. ვეძახით ნეგატიურ ასპექტებს იმის გამო, რომ ამ ასპექტებს უბრალოდ მოაქვთ ძალიან ბევრი ენერგია. დიდი რაოდენობის ენერგია მოაქვთ და დიდი რაოდენობის ენერგიის ზეწოლას ადამიანი ვერ უძლებს, ვერ მართავს აი ამ ხელა ენერგიას და შესაბამისად მოსდის შეცდომები. და ამიტომაც ითვლება ეს ასპექტები ნეგატიურ ასპექტები. ნეგატიური ასპექტები არის კრიზისი, იწვევენ კრიზისს. კრიზისი არის ზუსტად მომენტი, როდესაც საჭიროა ნაბიჯის გადადგმა. ნეგატიური ასპექტები გვაძლევენ ენერგიას იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი და რამე შევცვალოთ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანზე არის ძალიან დიდი ზეწოლა ესეთ პერიოდში, რომ უბიძგებენ და თვითონ არ იცის საით წავიდეს თუ რუკ არ არის დამუშავებული ადამიანმა არ იცის რა უნდა. ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადამიანი ხშირ შემთხვევაში დაუშვებს შეცდომას. ამიტომაც არის რეკომენდირებული, რომ როდესაც ასტროლოგები ხედავენ ბევრ ნეგატიურ ასპექტს და სამ ნეგატიურ ასპექტს, ორ ნეგატიურ ასპექტს, რეკომენდაცია არის ისეთი, რომ არ გადადგათ არანაირი ნაბიჯი, იმიტომ რომ დიდი არის რისკი იმისა, რომ ადამიანს შეეშლება ესეთ დროს. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ უკვე დამუშავებულ რუკაზე, რადგან რუკის დამუშავება არის ძალიან მოსახლეობის 99%-ისთვის არარეალური, იმიტომ რომ ამას სჭირდება კოლოსალური შრომა, ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე, ეს არის ძალიან რთული პროცესი და ხანგრძლივი პროცესი და როდესაც ადამიანს რუკა რეალურად აქვს დამუშავებული, თუნდაც ცოტათი, ესეთ ადამიანს არ ჭირდება არანაირი პროგნოზი, იმიტომ რომ ის ადამიანი მართავს ამ პლანეტების ენერგიას მარტივად. ესეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება ბუნებაში. წელი ცხოვრება, ვინც ცდილობენ რუკის დამუშავებას, მათაც კი პროგრესი აქვთ ძალიან ცოტა ნებისმიერი პლანეტის განვითარების მხრივ და აქ არ არის მით უმეტეს საუბარი მთელი რუკის განვითარებაში, როდესაც ყველა პლანეტა და ყველა სახლი არის რაღაც დონეზე მაინც დამუშავებული, ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა. მეორეს მხრივ, როდესაც არის მხოლოდ დადებითი ასპექტები, მოაქვს ყველაფერი კარგი, მაგრამ მინუსი არის იმ მხრივ, რომ არ მოაქვს საკმარისი ენერგია რეალიზაციისთვის. ეს არის კარგი შემთხვევა, კარგი სიტუაცია, მაგრამ არ გაქვს საკმარისი ამბიცია, ან არ გაქვს საკმარისი ენერგია, რომ რაიმე გააკეთო. ანუ დადებით მოვლენას შენ აღიქვამ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას და ეს არ არის შენთვის შანსი, რომ რაიმე გააკეთო და რაიმე წარმატებას მიაღწიო. რაც შეეხება ასტროლოგს, როდესაც არის სამი დადებითი ასპექტი, რა თქმა უნდა, ასტროლოგი იტყვის, რომ მოვლენა შესაძლებელია რომ მოხდეს, იმიტომ რომ პოტენციურად მოვლენა შესაძლებელია რომ მოხდეს, მაგრამ რეალურად იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს არ აქვს ნეგატიური ასპექტები ამ კონკრეტულ ფორმულაში ამ მომენტში, დიდი ალბათობით ადამიანი თვითონ არ მოინდომებს, რომ ნაბიჯი გადადგას, მიუხედავად იმისა, რომ შანსი აქვს. არ არსებობს ცალკე ეს ნეგატიური ასპექტი და ცალკე დადებითი ასპექტი, ყველაფერი დამოკიდებულია რუკის დამუშავების დონეზე და რამდენად თქვენ შეგიძლიათ მართოთ კონკრეტული ემოციები, კონკრეტული ესე ვთქვათ შესაძლებლობები, პლანეტების კონკრეტული ენერგიები.